საღამოშვიდობის. გაგიკვირდებათ და სამხრეთ კორეელი ქალი მამაკაცი კოლეგისთვის ჩარვლის ჩახტის გამო დააჯარიმეს. ქალი იძახდა რა იყოთ ხალხო ამ პატარა რაღაცის გამო დამაჯარიმეთო? ბუღალტერი კაცი იძახდა ვისაც ჩაურიცხე იმან გამხადაო, ხო. სხვათა შორის საქართველოშიც დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა და ქორწინებით დასრულდა, რა თქმა უნდა. გავაგრძელოთ ეს ამბები ქალისა და მამაკაცის უცნაური ურთიერთობების შესახებ. ამჯერად წავედით საბერძნეთში. აქვე. ქალი ქმარს მას შემდეგ გაშორდა, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა ყავაზე უმკითხავა. აბა? ქმარს უთქვამს, ხო და მაგ ChatGPT-მ გადაგიხადოს, ახლა ალიმენტიო, ხო? მალე ქორწინების სახლში ასეთ სიტყვებსაც გაიგებთ. გისურვებთ ბედნიერებას, იქამდე სანამ ChatGPT არ დაგაშორებთ. მოკლედ, ტექნოლოგია მარტო წინ კი არ მიდის, უკვე სხვის საქმეშიც ერება. დაუდგრომელმა მეცნიერებმა ამასობაში შექმნეს ელემენტი, რომელიც დატენვის გარეშე 5700 წელი გაძლებს. კრიტიკოსები ამბობენ 5700 წელია. 4900 მეტი გამორიცხულია. მეცნიერებს უთქვამთ, რას ლაპარაკობ, კაცო, შენო. აიღეთ ბატონო ეს ელემენტი და თუ 5700 წელი არ გაძლო, მომიტანე უკან და ახალს გაგატანო. აი ჩინეთში კი უჩვეულო მომსახურება დაინერგა ჩახუტება $7. ხო, მართლა მასია კაცო, რა აიღო, რა შეიცხადეთ და გაცინებთ, კაცო. ჩინეთში გაიარეთ, გამოიარეთ, ამაზე იაფად, არავინ არ ჩაგეხუტებათ, მართლა გეუნები ახლა, თუ ჯემი არ გჯერა ახლა. თუ ქუჩაში დაინახავთ წყვილს, რომელიც ერთმანეთს ეხუტება, ძალიან გთხოვთ მუშაობაში ხელს ნუ შეუშლით, ხო. ხოლო თუ ცოლი დაინახავს მისი ქმარი უცხო ქალბატონს როგორ ეხუტება, ქმარმა შეიძლება თავი გაიმართლოს სიტყვებით, ეს ის არ არის, რასაც შენ ფიქრობ, უბრალოდ ოჯახს ვარჩენო, ხო. იმერლები, ისეთი თბილი ხალხი ვართ, ჩახუტებაში რომ ფულს ვიღებდეთ, მაგრად ვიქნებოდით ყველა. და აწყობილი გვექნებოდა, არ ვიღებთ, ვიზია ფულს, ლარი მაქსიმუმ. მოკლედ, თქვენი გადახდილია, თქვენ გეხუტუნეთ მე. ჩვენს შოუს კი მუსიკალურად აფორმებს ბენდი, გულში ჩასახუტებელი, გელა გნოლიზის ხელმძღვანელობით. დღევანდელი ჩვენი სტუმრები არიან ადამიანები დიდი ენერგიითა და უფრო დიდი კუნთებით. თიახ, სწორად მიხვდით, ბოდიბილდერები ყავს მოწვეული გადაცემაში, გთხოვთ მივესალმოთ აპლოდისმენტებით. დაბრძანდით, მოგესალმებით. ამოჯობათ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან გადაცემაში. როგორ ახართ? კარგად. კარგად. კი ბატონო. მადლობა რომ მოგვიწიეთ. გაიხარეთ. მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენც კარგად. ო, გეტყობოთ. კი ბატონო, ძალიან კარგი. მაგრამ თქვენ უფრო გეტყობათ რომ კარგად ხართ ვიდრე მე რა. მოდი მაგასაც ახლა ყიშემაკე. მადლობა ჩემო ირაკლი, მაგრამ ასეც არ არის თლად. მეგობრებო, ესე იგი, ბოდიბილდინგი სიტყვა სიტყვით რომ ვთარგმნოთ, სხეულის შენებას ნიშნავს, ხო? ბატონო. ანუ თქვენი სლოგანი რა არის? რაც ტრობას დაუნგრევია, ბიცეპსებს უშენებიაო, ანუ რაღაცა ესეთი შეიძლება ითქვას? დაახლოებით. დაახლოებით ეგეთი ამბავია. ეხლა რა მაინტერესებს, ანას სხეულის შენება, ხო? ბოდიბილდინგი, მაგრამ სანამ სხეულის შენებას დაიწყებ. ამისთვის რაიმე, ანუ პროექტი არ არის საჭირო, ან მერის რაღაცა უფლება რომ აიღოთ მერი და რომ შენებლობის ამბავში თუ ბატონ კონსტანტინე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაიწყოს ვარჯიში. და ჩაერთოს ამ ბოდიბილდინგში. მერის ნებართვა არ ჭირდება მაგას, ხო? არა, შენებლობაზე წავედი. რა პროექტით იყოს? შევა პროექტი. ანუ ხო, შევა მოვიდე რომ აი მინდა რომ ასეთი ვიყო. ბოლოს რაღაცა ეგეთი შესაძლებელი არის, ხო? ძალიან კარგი. ხო, სხვათა შორის ეხლა, ნუ ძალიან სწორია და ცხოვრებისეულია სხეულის შენება, ხო? ნიშნავს ბოდიბილდინგი, ანუ პრინციპში ყველა სხეული აშენებულია, უბრალოდ ზოგს მიშენება აქვს. კი.
არ მისაშენებელია. ხო, აგერა, მე მაგ მიშენება ახლა ცოტა და ცოტა ისაა, რა ქვია, დასაჯარიმებელი ვარ მე, რომ რაღაცა ეს მიშენება მომინგრია. როგორც მოქანდაკე მუშაობს, არა? აქ მოჭინსას მოუმატებს, კი ბატონო, ეგეთი ამბავია. რომელი გირჩევნია ეს არის მთავარი? ერთი დიდი კუბიკი თუ 6 კუბიკი? ხო, რომელი გირჩევნია, ხო, კი ბატონო. სხვათა შორის ჯაბოვიჩი რო არის, ჩვენი მეგობარი, ჩვენი გუნდის წევრი, ის არაშენდა არის ჯაბოვიჩი, ხო, ის ეგა ის არაშენდა ქვია რა. ესე იგი, როგორც ვიცი, ესე იგი ბოდიბილდინგი არის, რა თქმა უნდა, სწორი, ესე ვთქვათ, სწორი დასახელება, მაგრამ კულტურიზმიც ერქვა, ხო, რაღაცა ბატონო კონსტანტინე. კი, ევროპიდან მოვიდა ეს კულტურიზმი. კულტურიზმი ნიშნავს სხეულის კულტურა. სხეულის კულტურა, დიახ. ხო და ვიწრო წრეში კულტურიზმია. კულტურიზმია. საერთოდ ჯამში ბოდიბილდინგი. და ახლა ვიწრო წრეში რო ვილაპარაკოთ ცოტა ხნით, ასე იგი კულტურიზმი თუ ქვია, ამ კულტურიზმის მიმდევარს ქვია კულტურისტი. კი ბატონო და აი ბოდიბილდერს რომელსაც მაგალითად უწმაწურ სიტყვებს იყენებს უკულტურისტი ხომ არ ქვია ანუ როგორ არის მაგ შემთხვევაში არის ეგეთი ახავი შეიძლება იყოს თუ ბოდიბილდერები არ იყენებენ უწმაწურ სიტყვებს ზოგჯერ ხდება ხოლმე ბიჭებო ეთახმებით ადასტურებთ სიტუაცია მოითხოვს ხოლმე ხო ესე იგი ბოდიბილდინგი და ქართული სუფრა თუ მეგობრობენ მაინტერესებს ძალიან შორია. ძალიან შორია? უი, რას ლაპარაკობ? 1000 ერთხელ შეიძლება. ესე თქვენ ყველაზე კაი დასაპატიჟებელი ხალხი ყოფილიყავ. ცოტა ჩამ, ცოტა სვამთ, კი ამბლი ამბავია და ესე ხო, შესაძლოა ქართულ სუფრაზე. არ და ესე დალევით საერთოდ არ დაგილებეთ ახლა მაგალითად თუ ახლა იშვიათ ხოლმე. მაგის პროტეინს აქვს და პროტეინი, ხო. პროტეინი თუ არ გიგზავნებთ ერთმანეთს ჩვენ. ალავერდის გადასვლა პროტეინით არის შესაძლებელი. ჩვენში კი ჩვენში ხო ანუ რაღაცა ყანწით მოდის პროტეინი რაღაცა პროტეინი ან ამინომჟავა დალია. კი ბატონო. ისე ხო ეხა ინდივიდუალურადაც მინდა რამდენიმე შეკითხვა დავსვა ბატონ კონსტანტინე თქვენი დავიწყებ ბიჭებო თუ არ გეწყინებათ? არაგაც. თქვენ ბრძანდებით ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის დამაარსებელი და პრეზიდენტი უკვე ეგრეთ 38 წელია. მაინტერესებს პირველ რიგში სტატისტიკა თუ გაქვთ იმ ადამიანების რაოდენობა რამდენია ვინც ვარჯიშს ორშაბათიდან იწყებს ყოველ ორშაბათს კი ბატონო აი ვიწყე ნუ ზარმაცები არიან ნუ ვიწყებს და მაგრამ ხანდახან არ იწყებენ ბატონო კონსტანტინე ფოტო გაქვთ არნოლდ შვარცნეგერთან ერთად გადაღებული მაგრამ მე ნაწყენი ვარ. რატომ? იმიტომ რომ ხა არნოლდ შვარცნეგერს გუში რომ არ დაერეკა ჩემთვის და არ ეთქვა რომ ბატონ კონსტანტინესთან ფოტო მაქვს, თქვენ არ უნდა გეთქვათ ბატონო კონსტანტინე. შეცდომაჩი. ხო, ნუ ახლა ასე ხომ არ არსებობს ამსახველი ფოტო მასალა რაიმე კადრები. კი. აი, ფოტოების ვიხილეთ. აი, ნახოთ აბა ეხა საინტერესოა. არნოლდთან ვარ, მე. აბა, გაჩვენეთ. აი ბატონი კონსტანტინე ვიცაინ ეს მეორე კაცი ვინ არის ჯერჯერობით შვარცნეგერი აი მეგობრებო ბატონი კონსტანტინე და არნოლდ შვარცნეგერი 1998 წელიო აწერია უკან ასე ძალიან კარგი ისე ბატონ კონსტანტინე არნოლდ შვარცნეგერზე ცნობილი ბოდიბილდერი თუ არსებობს ვინმე მეგონი სოფლიოში არა ხო თუ მე არ ვიცი არსებობს მაგრამ ეს არის მსახიობიც იყო რატომ უფრო ესე იგი კი თუმცა პროფესიონალური ბოდიბილდინგი დაკავებული იყო როგორც ვიცი და საკმაოდ ისეთი ხო კი ვარსკვლავი იყო და ეხლაც ურთიერთობაში როგორი კაი ბიჭია თუ აკე კარგი თბილი ადამიანია მაგას იმერელი ყავდა ბებია და მაგითო ეგეთი ამბავი ეს ხუმრობით რა თქმა უნდა ბატონო კონსტანტინე ზეგან ეხა რომ საუბრობდით აი ანიმატორობა რეჟისორობა მხატვრობა ესე ყველასათვის საყვარელ მულტფილმებზე გაქვთ ნამუშევარი შაქრო და ზაქრო სიზმარა ჯადოსნური კვერცხი და სხვა ხო ანუ ბავშვების განწყობაზე ზრუნავდით და დიდების ფორმაზეც ხო ხო და კი ერთი მე ესე იგი შექმნილი ფილმი ჯადური რეაქცია ეს ფილმი წაიყვანეს მერე ფესტივალზე გერმანიაში. და პირველი ადგილი აიღო. ძალიან მაგარია. ესე იგი მრავალხმი ჭერი ადამიანები ბრძანდებით და წარმატებული. ესე იგი ნებისმიერი ხერხით შეგიძლიათ პრაქტიკულად რომ შევაჯამოთ მომავალ თაობაზე ზრუნვა. და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის რა თქმა უნდა. დიდი მადლობა თქვენ. ეხლა ბიჭებთან გადავალ თქვენის ნებართვით ზაზა. მოგესალმებით ჩემო კარგო. საქართველოს ჩემპიონატი 5 ჯერ გაქვს მოგებული. 5 გზის საქართველოს ჩემპიონატი.
ხო, ნუ სიგელის ჩვენება არ არის საჭირო, ხედავთ ყველაფერს, გჯერა პრობლემა არ არის, შეკითხვა არ მაქვს საერთოდ ამასთან დაკავშირებით. მაინტერესებს, ეხლა აი ნახე როგორი ამბავია. კონკურენცია რა თქმა უნდა არის ხოლმე, ხო? რთული არის, მაგრამ აი ყველაზე მაგალითად როგორ რთულად იგებ ხოლმე, აი მარტივი, აი ყველაზე რთული რომელი იყო, ყველაზე მარტივი, აი ხომ არ გაიხსენებ რამეს გამოყოფთი სირთულის სიოლის თვალსაზრისით. ზოგადად რთულია მომზადება. მაგრამ ხან ისე ხდება, ხან ასე, ხან არ ელოდები ისეთ ადგილს აიღებ. კი ბატონო. ეხლა ამ ბოლო შეჯიბრზე მაგალითად ორი კატეგორია გაგვიერთიანეს. აჰა. და მეორე კატეგორიის ხალხი ისეთი ამოვიდა სცენაზე, დამავიწყდა რომ ეჯიბრებოდი და ტაშს უკრავდი მე. მე გამახსენდა რომ მეც მონაწილე. ხო, მეც მონაწილე ვარ და ზაზა, როგორც ვიცი ახალციხიდან, ხო? წარმოშობით იქ. ანუ სხვა ბოდიბილდერებზე თუ ამბობენ ბატიბოტივით აყრია კუნთები, ახალციხეში მაგალითად თქვენთან როგორ იციან თქმა? ახალციხეში კარტოფილივით აყრია კუნთები. ახალციხეში კარტოფილივით აყრია ბატიბოტივით, კი ბატონო, კუნთები. კი ბატონო, მათე, გამარჯობა. გამარჯობა. მათე, წარმოშობით სამტრედიელი. გახლავთ. ფიტნეს დარბაზში თავს ყველაზე კარგად სად გრძნობ? ალბათ წარმოშობა თავის აშვება და ყველაზე კარგად კარდიოს ველოსიპედზე გრძნობ თავს. ხო, სამტრედიელი. სამტრედიელები ველოსიპედთან რა თქმა უნდა, ესე იგი ძალიან ახლოს ხართ და ამ თქვენ შემთხვევაშიც ეგრე არის. სიმღერა რომ არის, აი სამტრედია მუდამ ზიანო, ხო იცი ეგ სიმღერა? რა თქმა უნდა. ეგ ხო იცი ჩვენ შევეცადეთ და გადავაკეთეთ, რომ თქვენთვის მორგებული ყოფილიყოს, ასე სამტრედია მუდამ ზიანო, ტრიცეპსების ქვეყანა ხარ შემადლიანო, რაღაცა ეგ. როგორია? მომეწონა, კაი. დამიფასე შრომა გეხოცები, არ მითხრა გელავს ორი ღამე არ უძინია და ეგეთებინა და კარგი არის, ხო? ირაკლი გაგუა, მოგესალმები. ირაკლი, ესე იგი, ირაკლი არის ძალიან ტიტულოვანი, ესე იგი, ჩვენი ჩემი თანამხარელი, იმერელი, თანამხარელი ახალი სიტყვა, თანაკუთხელი. პირველი ჩემპიონი ევროპის. პირველი ჩემპიონი ევროპის. და ძალიან მაგარია და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი. ირაკლი სად უფრო რთულია? მითხარი ახლა, როცა შენ ქვეყანაში ხარ შეჯიბრზე თუ როცა საზღვრებს გარეთ. ნუ პასუხისმგებლობა სად უფრო დიდია ყოველ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, დიდ სცენაზე. დიდ სცენაზე, რა თქმა უნდა. მაგრამ შენ ქვეყანაში რომ იმარჯვებ, ეგ კიდე ალბათ სხვა ამბავი არის რა. მაგრამ რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ როდესაც გაგაქვს შენი ქვეყნის სახელი ეგ და საკმაოდ სხვათა შორის საკმაოდ რთული იქნება და ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ სოფლიოში ძალიან პოპულარულია ბოდიბილდინგი ზოგადად და იქ რომ ბოდიში თუ ესე იგი მეხუთე ადგილი რო აიღო, არა ჩვენთვის ეს მაღალი შედეგია, ამიტომ ეს ბოლოს ხო, როგორც ვიცი, ახლა სოფლიოზე პირველში მეხუთე ადგილი. ისეც არავინ არ ყავს. აჰა. ასეთ დონის სპორტსმენი, რომელიც მეხუთე ადგილი აიღოს სოფლიოზე. ვა, ძალიან მაგარია და გილოცავ ამას ჩემო ირაკლი და კიდევ ბევრ წარმატებას გისურვებ. ესე იგი, ირაკლი, როგორც ვიცი, ესე იგი სპორტ დარბაზი გაქვს დიდ დიღომში. ხო? ხო და მეც დიდ დიღომში ვცხოვრობ. ხო და ნახე რა მინდა ხალ რო გთხოვ ახლა. მეც იმერელი ვარ, ხო იცი ქუთაისელი და მინდა მოსვლა. მაგრამ ახლა ერთ ჯერზე მოპატიჟებაზე ეს იმერლები არ დავდივართ და ვერ დავდივარ. ერთი 5 ჯერ 6 ჯერ რო მითხრა მოდი მე მოვალ. ე ბატონო. თან ახლა შე რო ვიცი იმერელი კაცი ფულს არ გადამახდებინა. არა მე. რა ხდება? ვახ შეგენაცვალე მე. ოღონ შენ მოდი. ოღონ მე მოვიდე. არ დევირდღი უწე. თანაც მაგრამ მეც ახლა თქმა დაგჭა 4 ჯერ ერთხელ უთხრა. ერთხელ ხო არა ეს ეგრევე მაგრამ თანაც ახლა შენ კი გადმოდგი მერული ნაბიჯი რა თქმა უნდა მაგრამ ახლა მეც უნდა ახლა შეხედე შენ არ გამომართვე ვიქ მეტყვი მე გეტყვი არა ირაკლი შენ მეტყვი არა გიორგიო არა ირაკლი არა გიორგი და გედა იდო კუნტია მაზობაში აგე რა შეხედე აშენდა ხო ატაბარაგო პრაქტიკულად მივარჯიში აგერ გადაცემაში აგა შენა ღმერთვა დიდი მადლობა მინდა თქვენ გადაგიხადოთ თუმცა აქ ერთი ადამიანი არის მოსული. აი არაშენდა სხეული რომ გითხარით, ხომ გახსოვთ? აი ის მოვა ეხა და ურჩიეთ რამე კარგი რა გეხვეწებით. ნახეთ რა ვიცი. როგორ ხარ ბატონო კონსტანტინე თქვენ გწევთ პატივს ამა დავანაგავებ სამივე სახელს. დაჯექი. მოგესალმება თბილისში ბოდიბილდერი და ბაღდადში კაჩოკი ჩივი ჯაბასი ამესადა. კაჩოკი ბაღდადში. მოგვიყევი ახლა როგორი ბოდიბილდერი ხარ? მე ვარ ერთადერთი ბოდიბილდერი რომელიც პოლიტოლოგებმა გალახეს გუშინწი.
სად იყო ეს ირაკლი მათედესა ეგენი რაღაცა ყურით მოტრეო სოფლიო ჩემპიონატზე მივიღე ირაკლი მონაწილეო. 3 გამოვდიოდი, სულ 2 არ გამოცხადა მაინც მესამეზე გეველი. გული ჩემი სამშობლოს ეკუთვნის. სხეული მანდილოსებს და მანქანა ლომბარდს. კი ბატონო. მომისმინე, შენი სხეული რომ აღვიწერო, ბეჭო, ახალ იმერელი ვარ, მორცხვი კუნთები მაქვს. სახში ახლა ბატიბუტივით მაყრია. აქანა რო შეხედეს კამერებს დეიმალენ, ახლა სხვა შეხედე ბიცეპსი, ტრიცეპსი და ვარიკოზული ვენები. ხო. კი ბატონო. კი ბატონო, ძალიან კარგი. ეხლა შენი აზრით რითი განსხვავდები აი სტუმრებისგან? ესე რას ჯერ ბანალურია ბიჭო, შვარცენეგერმა გადააგდო, მაგი მოდიდა დადგე ასე და ასე. მე რა ფერდ გებიცი? აი ეს. ეგ რატომ რა არის? აო, გეყოლება შენ 2 შვილი და გეიგება ფიქრები ასე. ჯერ ამა ზაზა რომელი? შენ რა გაიგებია? აგერა ზაზა. აგერო რა. აჩავალი. ვიდი, შენ გები, ვიდი, ზაზაია, კაგეთ, ვიდი. დავლეთ, გეისველეთ, ვიდი გოგოა, მაგერა. ისველეთ პირი გოგო. სახში მე ქვასანაღი, აღარ მიხარი, რამდენი ხანია? ვაიმე დედა. ხშირად ვარჯიშობ? ბიჭო, ხშირ 24 საათი დარბაზში ვარ და მაინც ბაბი კირკიდაეც უწერე, რა კაი ტანზეთ გახარ, ბაბიო რა. ვერ გებიგე. მე ავიღე. კი ბატონო. თეატრალური დავამთავრებ, მსახიობი ვარ, ვარჯიში მეზარება, თორე კალიფორნიის გუბერნატორობას მიზახიან ყოველდღე. არნოლდ შვარცენეგერი რამდენი წლისაა, გეცოდინებო თქვენ? 77. ზუსტად 3 წელში ვიტყვი რომ შვარცენეგერის ტანზე ვარ. შეჩაო ბატონო. კრიტიკოსები თუ ყავს, ჟიმი? კრიტიკოსები რა ვარ ყავს, საჯი მყავს, ერთი გეცვე არ მინდა, ჯაბოვიჩ, ცარიელი გული ხარ, აბა კუნთი შენაგაკ, შეშობა დაგუაზები. მომისმინე, ისტორიები თუ გაქვს გასახსენებელი. მაკასთან ვარ, მაკასთან აქეთ ვარ, გასული ზახესისკენ და ბიჭო, ახლა შევათამაშე კუნთები და მეგობრის დედა მეუნება ჯიმიო შვილო გეხვეწები არ დაჭიმო კუნთები ხრუშოვკა და ჭერს გამიფუჭებო. აიგე. გონიოში მოვდივარ, ირაკლია, ზაზაია, მათეია, ბოუში ხარ შე და დეიმახსოვრე შვილო. გონიოში მოვდივარ, წეზევით შიშველი ვარ, გესეა, მოვდივარ და უკნიდან რაღაცა ხე. ვაიმე. ახლა იშვიათი არ არის ეს ჩემ ცხოვრებაში, გევიხედე და ალენ დელონის სოლთან ერთად. ვა. და ჯაბოვი შეიცვით ანზე თუ არა დამინგრე ოჯახს. ცოლმა მითხრა, ცოლმა. ო, შაკირამ დამირეკა იმ დღეს ჯაბოვი ნუდები ჩამიყარე, ოღონდ თავი არ გიჩანდეს ისევ. რამდენს გოუძლო. ვაიმე, ჯიმი, გეხვეწები. ისა რა ქვია, უდიდესი ბოდიბილდერი. ბაბუაჩემი ჭიქუაბეცაძე, არნოლდ შვარცენეგერს, სილვესტერ სტალონე და ბაბუაჩემი იყო თუ, ჯერ სტალონე იყო აღარ მახსოვს, ახლა მაგირა. ბაბუაჩემი სხვათა შორის ტრავმები იცის სპორტო ირაკლია. კი. ცარგვის კაფსკვნარი იცის ბაბუაჩემი. ბაბუაჩემს 41-ში ცარგვი რო გეეფსკნა, 45-ში გეეხსნა. კიდე კაი ომი დამთავრდა, თორე ახლაც გაფსკვნილი ექნება. ეგე. რას მეუბნებოდა ბაბუაჩემი იცი, ბაბუაო ისე უნდა ივარჩიო კუნთს რო დაჭიმავ. მაისური უნდა იხეოდეს. ვა. თვითონ დაკუნთული იყო? თვითონ ერთი შოლკის მაიკა ხოდა, ეს ფაზეჯიმა რა. წევედი ბიჭებო, შვარცენეგერმა დამირეკა ჯაბოვიჩ რაღაცა კონსერვის კილას ვეხსე და იქნება მომეხმარეო რა. აბა. როგორ შეაფასებ ბოლოსკენ? იდეალურად, ხო? მაგარი ბოდიბილდერია? მაიჭირდება ხელი შეუძლება და ხო, ეს ისეთია, ხო? ბატონო, საოცარი ტანი აქვს ნამდვილად. მოკლედ, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, წარმატებებს ვისურვებ და ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ბოდიბილდერები და ქვეყანაში სიჯანსაღის შემომტანი ხალხი. სტუმრად აპლოდისმენტები. დღევანდელი გადაცემა მეგობრებო დასასრულს მიუახლოვდა გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, თუმცა გიტოვებთ არაჩვეულებრივ სიმღერას, თანაც ახალ სიმღერას, დუეტ ლეონის შესრულებით. როცა ხამდება მარტო შენზე ვფიქრობ
გული ვერ ხდება ჩემში რა ხდება მე სიცოცხლეს გითმო არასდროს ხდება ჩვენში რაც ხდება მინდა რომ იცოდე ზეს მივსდად ერთად ჩემი გიწოდე მინდა იყო შენ